იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის ფარგლებში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებთან მიმართებით 10-მდე სხდომა გაიმართა. კომისიამ თავისი საქმიანობის განმავლობაში სულ 25 საკითხი განიხილა, მათ შორის როგორც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებები, ასევე მედია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევები. აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები. დღევალდღეს სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე საკითხი, რომელთაც ამოიწურა ყველა ეს განცხადება, რომელიც კომისიის სამდევნოში იყო შემოსული, ასევე ის საკითხები, რომელიც გამოვლენილი იყო მედია მონიტორინგის საშუალებით. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მედია მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაციის განხილვას, თუმცა ვარაუდობთ, რომ დღევანდელი სხდომა უკვე იყო საბოლოო. განვიხილეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და ერთი რამ აუცილებლად ხაზგასასმელია. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი პრობლემური საკითხი, რომელიც რაიმე ეჭვს აღძრავდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ამ კომისიის დიდი დამსახურება.